რას კითხულობს ჩვენი მაყურებელი Google-ში, Wikipedია-ში? ავთანდილ წულუკიანი, დაბადებული 2 აპრილს 1942 წლის მესტიის რაიონში, ქართველი იურისტი, მოსამართლე, რომელსაც საქართველოს ისტორიაში ყველაზე მეტი 20 სასიკვდილო განაჩენი აქვს გამოტანილი. ამას ამბობს Wikipedია. ასევე თუ ჩახვალთ წულუკიანის მამაზე უკვე Google-ში ინფორმაციას თქვენყავთ, მოძებნით 2013-2014 წლის ინფორმაციას, სადაც ზუსტად იგივე სია, რომელიც მე გამოვაქვეყნე, იგუგლება სხვა ჟურნალისტების, სხვა ვებ გვერდის თუ ასე ინტერნეტ გამოცემლების მიერ. ხო, ანუ ეს არ იყო შენგან დაწერილი პირველი ინფორმაცია. ზუსტად, ეს პირველ რიგში ხა სამართლებრივ გარჩევაში არ შევალ, ამას არ აქვს მნიშვნელობა, რატომ ვამბობ? ანუ თია წულუკიანი ამბობს, რომ Wikipedია-მ კი არ შეურყია მას ეს თავმოყარეობა და ღირსება და მის ოჯახს. ანუ თუ ადამიანს მოგინდება ინფორმაციის მიღება ნებისმიერ მეორე ადამიანზე, პირველ რიგში Google-ის საძიებო ფუნქციას იყენებ. Google-ის საძიებო ფუნქცია გეუბნება, რომ თია წულუკიანის მამას ყველაზე მეტი 20 სასიკვდილო განაჩენი აქვს გამოტანილი. ან ეს ერთი რომ გადააბიჯო, შემდეგ მიდიხარ და სხვა ინფორმაციებს კითხულობ. ყველა სხვა ინფორმაცია გეუბნება, რომ თეა წულუკიანის მამას სიკვდილის ჯიდა ხალხს. ასევე თუ კიდევ უფრო მეტად ღრმად ჩახვალთ დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანები იგივეს აკეთებენ, ნახავთ იმ ადამიანების ჩამონათვალს, რომელიც თეა წულუკიანის მამამ სიკვდილი დასაჯა.